მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე ამბობს, რომ გეგმავენ ადიგენში პარკის მოწყობას, სადაც მისივე თქმით სავარაუდოდ მოეწყობა ეშმაკის ბორბალიც, რომლის შესახებაც მან გასულ წელს ისაუბრა. პარკის მოწყობის შესახებ მერმა დღეს მისი საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 1,5 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავენ და სამუშაოები სავარაუდოდ 2026 წლიდან დაიწყება. და დავაკეთოთ ერთი ძალიან სერიოზული პარკი ადიგენში, რომელიც ფაქტიურად მხარეში ჩვენ არ აქვს. მე როცა თქვი ადრე რომ მაქვს დაგეგმილი რომ შეიძლება ეშმაკის ბორბალი რატომაც არ უნდა იყოს, თუმცა არ ყოფილა შორეული პერსპექტივა, მაშინ საქილიკო გახდა ეს. მაგრამ ჩვენ თუ არ ვიფიქრეთ, ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ და ჩვენ თუ რაღაც იდეების განხორციელებაზე არ ვიფიქრეთ, ყველაფერი დარჩება ესე. ჩვენს არ დაგვიჯდება იაფი, ჩვენ გეგმავთ 1,5 მილიონი დავხარჯოთ ამისათვის ყოფილი სატყეო შენობა, სადაც არის იქ კიდევ რაღაც ნაწილი მიწის შემოვიერთეთ და სადაც იქნება უკვე არა დაბის მარტო ეს, რა ჩვენ გათვლა გვაქვს ჩვენს სოფლებზე თავისთავად და არა მარტო ჩვენ სოფლებზე, მე ვფიქრობ, თუ ჩვენ ამ იდეას განვახორციელებთ, ძალიან ბევრი ვიზიტორი გვეყოლება ახალციხედანაც, იმიტომ რომ ყველას მოუნდება თავისი ბავშვები ამოიყვანონ ჩვენთან, მანქანებზე დასვას. მე ვფიქრობ, რომ მომავალი წლიდან ჩვენ ამ პარკის შენებლობას დავიწყებთ. ვფიქრობ კი არა, ეს გადაწყვეტილია, ამას დავიწყებთ. ბუნებრივია, ეს არ იქნება ერთწლიანი პროექტი, იმიტომ რომ ჩვენი ბიუჯეტი ამას ვერ გაუძღვება, რომ ერთ წელიწადში გააკეთოს, მაგრამ თუ არ დავიწყეთ, ვერც დავამთავრებთ. დღეს გოჩა ქიმაძე მოქალაქეებს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრაზე სოფელ ბენარაში მცხოვრებმა სვეტლანა ბოჩიკაშვილმა ადიგენის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში სასმელი წყლის მოწესრიგებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, სკოლაში სასმელი წყალი არ მოდის და მასწავლებლები და მოსწავლეები წყალს ბოთლებით ეზიდებიან. თემაზე მუშაობას განვაგრძობთ და შევეცდებით შემოგთავაზოთ განათლების სამინისტროს პოზიციაც. მანამდე კი ვნახოთ ვიდეო. სასმელი წყალი არ აქვს შენობაში და გვიხდება მასწავლებლებსაც კი ბოთლებით ისა წარმოება და ცდილობ დირექტორი კი რაღაცნაირად ორგანიზებას უკეთებს, მაგრამ სასმელი წყლის საკითხი თუ სამომავლოდ თუ გაკეთდება, მადლობას მოგახსენებთ, რომ სასმელი წყალი სკოლაში მდინარის წყალი შემოდის, ვთქვათ, საპირფარეშოებში და იმაში და ის მდინარის წყალი სასმელად არ გამოდგება, იქ რამდენიმე მეტრია, სადღაც 10 მეტრია და 10 მეტრში მდინარე უწყის ფაქტორი იცით რაღაც იყო, მაგრამ რაღაცნაირად გაქრა, გოგოლანაირად მოხდა. ეხლა Dolabიდან უკვე მე როგორც ვიცი, ის პროექტი რო გაკეთეს სკოლაში უნდა დააყენოს ეს საკითხი, სკოლა თავს ხარჯებით მაგათაა, ხაზიც დაჭირდება ჩვენ ზასად. ხაზიც იყო მე როგორც ვიცი, რომ ეს პროექტი არ არის მუნიციპალიტეტისა. Dolabიდან იყო სკოლა. გავაკეთოთ მაგას არა, მე ვიცი რომ ეს გაკეთებული იყო, მაგრამ დღეს თუ დაუდევრობით არ მიხერდა ვიღაც უგაფრჩეს. დღეს მოქალაქეებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემის მოწყობის საჭიროებაზეც. ვნახოთ გოჩა ქიმაძის პასუხი. მეც ვიქონიებთ კანალიზაციის პრობლემას თუ ვცდით მაინც. ეგ იმდენად ძვირი პროექტია. მუნიციპალიტეტი მაგას ვერ აწევს მაგით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მაგ საკითხზე უკვე დაწყებულია ზრუნვა. არა მე ვიდა სახელმწიფოდან დაწყებულია ზრუნვა, მე ამას ვერ გეტყვით, რომ მოგვაწეს კეთდება ეს, იმიტომ რომ მე ეს ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მე ის ვიცი, რომ ამის შესახებ დაწყებულია, იმიტომ რომ მე რაღაც მონაცემები
თხოვეს, გადავაგზავნე, აღენებული ჰქონდა ჩვენეთ საკითხი, შემდეგ გავიდა დრო და მონაცემები მოითხოვეს ჩვენი, თავისი გამწვენდი ნაგებობით ყველაფერი. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.